IPO-ების ბუმი გადაიდო. მოკლედ, ისე განვითარდა მოვლენები და SpaceX-ის IPO ჯერ ისეთი წარმატებული აღმოჩნდა და შემდეგ ისეთი წარმატებელი, რომ OpenAI-მ საერთოდ გადაიფიქრა IPO მიმდინარე წლის განმავლობაში და მიზეზი არის ორმაგი. პირველი არის ის, რომ ჩვენ ვიხილეთ რაღაც არანორმალური მანია SpaceX-თან მიმართებით, კომპანიის შეფასება 2.7 ტრილიონს მიაღწია და Amazon-საც კი გადაასწრო რაღაც სამთანაც ტრიალებდა უკვე. სამთანაც კი იყო ახლოს რამდენიმე წუთის განმავლობაში, რაც უბრალოდ დაუჭირებელი იყო და ამის შემდეგ კომპანიის კაპიტალიზაცია დაეცა პირდაპირ ტრილიონით. ერთ კვირაში. თან ისე დაეცა, რომ არაფერი მომხდარა. ანუ კომპანიის შესახებ არც ნიუსი გავრცელებულ, არც ფინანსური ანგარიში გვინახავს, საერთოდ არაფერი მომხდარა. უბრალოდ სესიაში გაქრა. უბრალოდ ერთი, ასე ვთქვათ, კატეგორიის ინვესტორებმა მეორე კატეგორიის ინვესტორებს მიყიდეს აქციები და შემდეგ მათ გადაყიდეს აქციები და წააგეს პული. 30% იზარალეს აი ამ მარტივ ლამაზ ტრეიდში. ეს იმდენად ცუდი რამ არის ზოგადად ასეთი დრამატული ზრდაც და შემცირებაც, რომ აშინებს ყველას. მათ შორის აშინებს OpenAI-ის ხელმძღვანელობას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა ბაზარზე გამოსვლა ერთ ან ორ თვეში თუნდაც ზუსტად იგივე შედეგს გამოიწვევს. მიესებიან ინვესტორები, მარტივად რომ ვთქვათ, OpenAI-ს ავარაუდოდ გაიზრდება მისი შეფასება 30-40% და შემდეგ დაეცემა 30% და ალბათ მე უკვე აღარავინ იყიდის, რადგანაც hype-ი როგორც სიტყვია გაქრება. არა და IPO იმისთვის სურთ, რომ ფული მოიზიდონ და თუ გაქრა ეგ ფული აზრი არა აქვს. გასაგებია. ამიტომაც OpenAI-ში გადაწყვიტეს, რომ წელს მოითმინონ, მომავალ წელს დაელოდონ, კომპანიის კაპიტალიზაცია გაანახდონ ტრილიონზე, კერძო რაუნდების შედეგად, რადგანაც თუ ტრილიონი იქნება უკვე მისი IPO საწყისი შეფასება, ტრილიონს ქვევით ინვესტორები უბრალოდ არ გაყიდიან. რადგანაც კერძო რაუნდში აქვს ეს ფული გადახდილი, შესაბამისად მეც მოითხოვენ ყოველთვის. მაგრამ თუ მათ ვერ მოახერხეს ამ ტრილიონის აწევა და 850-იან 900 მილიარდის გამოვიდა, ერთი არის რომ სირცხვილია, მეორე არის ის რომ შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რომ IPO-ს დღეს ვერ აიწიოს ტრილიონი, შემდეგ ჩამოვიდეს ქვევით და პირიქით ის ინვესტორებიც კი დაზარალდნენ, რომელთაც კერძო რაუნდში, ბოლო რაუნდში აქვთ განსაკუთრებით ამ კომპანიის აქციები შეძენება. მოკლედ, რაღაცნაირად ძალიან უცნაური ვითარება შეიქმნა უკვე ბაზარზე. Anthropic-თანაც კი კითხვები ისმის უკვე. ხო, Anthropic საერთოდ აღარაფერს ამბობს, შეიძლება მანაც გადაიფიქროს ბირჟაზე გამოსვლა იმდენად არასასიამოვნო რამ იყო SpaceX-ის აქციების ხილვა, ჯერ ის რომ ყოველდღე 17%-ით იზრდებოდა და შემდეგ მეორე დღიდან მოყოლებული ყოველდღე რომ 15%-ით ეცემოდა. ასეთი რამ ბირჟაზე არ უნდა ხდებოდეს. ეს არის თავიდან ბოლომდე ლევერიჯირებული პოზიციებისა და სპეკულაციის დამსახურება და აი მარტივი ფაქტის გაცნობიერება, რომ 20 მილიარდი შემოსავლის მქონე ზარალზე მყოფი სტარტაპი არ შეიძლება იქნეს შეფასებული ლამის 3 ტრილიონ დოლარად. გრავიტაცია არსებობს და ზოგჯერ რაც არ უნდა მაღლა ავფრინდეთ, გრავიტაცია რომელი NVIDIA ეს არის, რომ ტრილიონი ესე მარტივად გაეშვებინოს ხელიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ სამი კვირის წინ ესე მატარებელზე ჩალაგებული კომპანიების სია ჰქონდა ჯერ დაიწყო SpaceX და შემდეგ იყო Anthropic-ი, იმას კუჩი სპეციალურად მოყვა OpenAI, SpaceX-ი გავიდა ვაგონები ჩახსნეს OpenAI-მ და Anthropic-მა. მე მგონი მომავალ წლებში მართლა არც ერთს აღარ ვიხილავთ და ალბათ ეს გაცილებით უფრო გონებრულიც იქნება, იმიტომ რომ რისკები ახლა რომ არის გასდილი, ალბათ დიდი ხანია ასე არ ყოფილა.